ოპერაციული სისტემის განახლება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი უსაფრთხოების თვალსაზრისით ახალი ოპერაციული სისტემა სჯობს ძველს. ამასთან ახალი სისტემის ხარვეზების გამოსწორება უფრო მალე ხდება, ვიდრე ძველი სისტემისა. თუმცა არ არსებობს გამოცდილი უსაფრთხო პროგრამები, რომლებიც ძველ სისტემასთან თავსებადია, ხოლო ახალთან არა. მოცემულობის მიხედვით, ანუ რაც ზემოთ დავიკითხეთ, ჩამოთვლითაგან რომელია ძველი ოპერაციული სისტემის ახლით ჩანაცვლების არგუმენტი. თუ ახალი ოპერაციული სისტემა უფრო მეტი კრიტერიუმით სჯობს ძველს, ვიდრე ძველი ახალს, მაშინ ძველი უნდა განახლდეს. ეს რაოდენობრივი უპირატესობა არ გულისხმობს, რომ აუცილებლად უნდა განახლდეს, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ახალი ოპერაციული სისტემა უფრო მეტი კრიტერიუმით სჯობდეს, მაგრამ ეს კრიტერიუმები ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს. ამიტომ ეს არგუმენტი ვერც ისე დამაჯერებელია. არ არის მაინც და მაინც დამაჯერებელი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ოპერაციული სისტემის შეცვლისათვის ახალი სისტემის დახვეწილი ვიზუალური მხარეა და ვიზუალიც ამ შემთხვევაში არ არის ჩვენთვის საინტერესო არგუმენტი. უსაფრთხოების თვალსაზრისით ხარვეზების გამოსწორების სისწრაფე და თავსებადი პროგრამების რაოდენობა თანაბარი მნიშვნელობისაა. ეს პირიქით გვაფიქრებინებს, რომ ახალი სისტემით არ უნდა ჩავანაცვლოთ, იმიტომ რომ თავსებადი პროგრამების რაოდენობა გვიმცირდება ამ შემთხვევაში, თუ კი ახალ სისტემაზე გადავალთ. უსაფრთხოების მხრივ გამოცდილი პროგრამების თავსებადობა ოპერაციული სისტემის უპირატესობის კრიტერიუმი. ესე იგი, ეს გვაფიქრებინებს, რომ ახლით არ უნდა ჩავანაცვლოთ, იმიტომ რომ ამ გამოცდილ პროგრამებს ვერ ერგება ახალი სისტემა, ხო? ანუ პირიქით შედეგზე გავყავართ. და ეპასუხის სისტემის ხარვეზების გამოსწორების სისწრაფე უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ სისტემის უპირატესობის მაჩვენებელია. ანუ ეს ნიშნავს, რომ თუ სისტემა სწრაფად გამოასწორებს ხარვეზებს, ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ სისტემის უპირატესობის მაჩვენებელია, ამიტომ ახლით ჩანაცვლების დამატებითი არგუმენტი ეს არის. გამოვა ეპასუხი.